რას ფიქრობთ, რატომ შეიქმნა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი და რა არის ამ კრიზისიდან გამოსავალი? კრიზისიდან გამოსავალი? იცით რა არის? კრიზისიდან გამოსვლა, მხოლოდ მესამე ძალის გამოჩენით არის შესაძლებელი, იცით? მესამე ძალა გვჭირდება ხალხო, მესამე ძალა. ხალხი დაიღალა უბრალოდ. მე ზოგადად ძალიან აპოლიტიკური ვარ რა. აი ეს რაღაც კრიზისები და რაღაცეებს ვაფშე არ მაინტერესებს. ტელევიზორს ვაფშე არ უყურებ. ხვდები, აი გინდა ეს იყოს, გინდა ის იყოს. ხო, მაგას აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა. ხალხი დაიღალა ბოლო-ბოლო. იცით, შეიძლება ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი. შეიძლება პარლამენტი ერთპარტიურია. გასაგებია რომ ხალხს უჭირს, მაგრამ დღეს იმედის დილას თუ უყურეთ. ნიუ-ჯერსის ზოოპარკში ლემურმა რომ იმშობიარა, ნახეთ ეს. ესე იგი რაღაც კეთდება, ხო? როგორ ფიქრობთ, უნდა გამოვიდეს თუ არა ხალხი ამის გასაპროტესტებლად და ზოგადად რა აზრის ხართ აქციებზე? აუ, იცით, ქოცი არა ვარ, მაგრამ აი ეს აქციები და ეს პროტესტები უკვე ამდენი, ხო, უკვე ყელში ამოვიდა ხალხო. ქვეყანა წინ უნდა წავიდეს, ხვდებით? აი, რა მიტინგების მართვა და აი რომელი საუკუნეა, ხო? აი მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ აქციებზე ვაფშე რა. პოლიტიკოსები აფუჭებენ სიტუაციას, ხვდებით? აი პოლიტიკოსები საერთოდ რომ აღარ იქნებიან პოლიტიკაში და ჩამოშორდებიან პოლიტიკას, აი მაშინ იქნება პოლიტიკაში ყველაფერი კარგად. აი რა საპროტესტებენ ერთი რა. არა, აი მე ვერ ხვდები, იცი, აი ცუდად ცხოვრობ თუ რა არის ვერ გავიგე. ან იმას რომ იძახე რომ ხალხი გარბის ქვეყნიდანო. ესე იგი, რა ხდება? ამდენი ხალხი რო გარბის ქვეყნიდან, ანუ ამ ხალხს გასაქცევი ფული აქვს, ხო? ესე იგი რაღაც ფული არის, ხო? რუსეთი თუ ამერიკამ, რომელი უნდა აირჩიოს საქართველომ? აი არც ერთს არ ვირჩევ მე აქედან. საჭიროა მესამე ქვეყანა, ხალხო, მესამე ქვეყანა. დაიღალა ხალხი უბრალოდ. ტელევიზორს ვაფშე არ უყურებ. როგორ ფიქრობთ, ყავს თუ არა პოლიტპატიმრები საქართველოს? აუ, კარგით რა. აი კარგით რა, დაიღალა ხალხი, ხო ხვდებით? საჭიროა ვინმე მესამე პოლიტპატიმარი. ხალხი დაიღალა.